გამარჯობათ მეგობრებო, მინდა OpenAI-ზე მომხდარი ფაქტთან დაკავშირებით თქვა, მოკლედ OpenAI-ზე ჩვენეს გამოფინეს პალესტინის დრო და Free Palestina და Free Ukraine-აო და მოკლედ განვიხილოთ მცირე ექსკურსი გავაკეთოთ. მოკლედ ებრაელი ერი თანამედროვე პალესტინის, რასაც დღეს პალესტინას უძახიან, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მანდ ქრისტემდე, ქრისტეს მერეც, უბრალოდ შემდეგ მოხდა მათი დაქსაქსვა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი არ იყო ეს ტერიტორია, მათი არ იყო ეს სახელმწიფო და მათი არ იყო ეს მიწა. თუ იმას იტყვით, რომ 2000 წლის განმავლობაში ისინი აღარ ცხოვრობდნენ, ჯერ ერთი 5-7% ყოველთვის იყო იქ მაცხოვრი ტერიტორიაზე მყოფი სახელმწიფოს შემადგენლობაში 5-7% ისედაც იყო, ყოველთვის იყო ებრაელი მოსახლეობა, ანუ ებრაელს ის ტერიტორია არ მთლიანად არ დაუტოვებია, ეს ერთი და მეორე მაგ ლოგიკით პატივცემულებო 400 წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი და ზოგადად თბილისი ჩვენი არ იყო და არაბების უფრო შეიძლება ითქვას თბილისი იყო იმ მომენტისთვის, ვიდრე საქართველოსთვის, რადგან ვახტანგ გორგასალმა, როგორც ისტორიაში ცნობილია, დაახლოებით მე-5 საუკუნეში შექმნა, მე-6 საუკუნის დასაწყისში ეს თბილისი, ხოლო სადღაც არაბების შემოსავალი მე-7 საუკუნეში, დაახლოებით 100 წელი, 120 წელი გასული თბილისის შექმნიდან და შემდგომ შემოდის არაბები და 400 წელი არის თბილისი არაბული და არაბების მმართველობაში და შემდეგ შევიძინეთ ძალა, გამოჩნდა დავითი, მეოთხე აღმაშენებელი, რომელსაც აღმაშენებელს უწოდებთ და აიღო და დაიბრუნა საქართველოს ეს ძირძველი და გულის გული ქვეყანა, ქალაქი თბილისი და შემდგომ ქუთაისიდან გადმოიტანა დედაქალაქი თბილისში. დავითმა და თქვენი ლოგიკით 400 წელი თუ ებრაელების ის რამოდენიმე საუკუნე, თუნდაც 1000 წელი, 800 წელი, რადგან იქ სახელმწიფოებრიობა აღარ იყო, ებრაული სახელმწიფო აღარ იყო და სხვა ხალხის სახელმწიფო იყო, აქედან გამომდინარე თქვენი ლოგიკით გამოდის, რომ არც ჩვენ არ უნდა მოგვეთხო 400 წლის შემდგომ თბილისი არ უნდა დაგვებრუნებინა. ეს ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ. რაც შეეხება ამის გარდა თანამედროვე სიტუაციაც რომ იმას ვქნათ, განვიხილოთ, ესე იგი 2009 წელს პალესტინამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ანუ სამხრეთ ოსეთი და რა გამოდის, რომ ჩვენ მტრეებს, რომლებმაც რუსეთთან ერთად აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, მათ გულშემატკივრობთ, ეს მეორე და ამას გარდა არსებობს მესამე მომენტიც რა, ის რაც ჩაიდინეს პალესტინელებმა 7 ოქტომბერს, გასულ წლის 7 ოქტომბერს, ეს არის საშინელება, ტრაგედია და ფაქტიურად გენოციდის თვალსაზრისია და უბრალოდ მასშტაბი არის მცირე ის რაც ჰიტლერმა ებრაელ ხალხს გაუკეთა, იმიტომ რომ ებრაელები იყვნენ და უბრალოდ მასშტაბი არის მცირე შედარებით, თორე რა არსობრივად იგივეა რა და ამას გულშემატკივრობთ და ის მომენტი რომ სენტიმენტებიდან გამომდინარე პალესტინელებს უნდა ქონდეთ მათი სახელმწიფო და ასე შემდგომ ებრაელ ხალხი, როგორც ვიცი, არ არის წინააღმდეგი მათი თვით გამორკვევის სახელმწიფოს, მაგრამ პალესტინელები ძახიან პირიქით, სანამ ბოლო ებრაელი იქნება ცოცხალი ამ ტერიტორიაზე და სანამ ებრაული სახელმწიფო იქნება, ჩვენ მანამდე რომს გავწყდეთ, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ და იქ ებრაელი ხალხის, ებრაული სახელმწიფოს არსებობა პალესტინელებისთვის არის მიუღებელი და არა პირიქით. და გადმოვიტანოთ ჩვენ მაგალითზე რა, მაგალითად
რა ვქნათ ახლა რუსეთისთვის ყოველთვის მიუღებელია საქართველოს როგორც სახელმწიფოს და როგორც ტერიტორიის და ქვეყნის და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა და აქედან გამომდინარე არა მარტო რუსეთისთვის სხვა ქვეყნებისაც და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია ჩვენ უნდა იმას ვქნათ რა ქვია გავაუქმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა თუ საკუთარ თავი გავანადგუროთ და დავხოცოთ ერთმანეთს თუ რა უნდა გავაკეთოთ რა აქედან გამომდინარე სანამ რაღაცას გააკეთებთ ან იბჟუტურებთ ჯერ წიგნ უნდა წაიკითხოთ უნდა დაგუგლოთ მაინც და მე მიხვდებით რა არის სიმართლე და რა არა და არა ისე რომ ფრი პალესტინი და ფრი ვიღაც და ფრი რაღაც რა მადლობა ყურადღებისთვის კარგად ბრძანდებოდეთ თავისუფლება ყველა რეჟიმის ყველა პატიმარს გილოცავთ კიდევ 26 მაისს კარგად ბრძანდებოდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი იდეა TV